მოგესალმებით დღეს პარასკევია თქვენ უყურებთ გადაცემა დუბლ პირველს. დღეს ჩვენ გადაცემაში ვისაუბრებთ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე პროფესორ ალექსი გორგიძის სახელობის მექანიკის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიის შესახებ. თუ რამის ძანს ემსახურება ეს ლაბორატორია და რა ტექნიკით არის აღჭურვილი ის. ამ თემებზე სასაუბროთ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ ლაბორატორიის ხელმძღვანელი ბატონი დავით გორგიძე, პროფესორი ბატონი ზურაბ ციცქიშვილი და სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი გიორგი შალიტაური. სანამ სტუმრებთან შეკითხვით გადავალ, მანამდე მოდით ვნახოთ სიუჟეტი ლაბორატორიის შესახებ, რომელიც ჩვენმა ჟურნალისტმა გიგა ბენია მოამზადა. სხეულის თანაბრად ცვლადი მოძრაობის შესწავლა ექსპერიმენტულად სხეულის თავისუფალი ვარდნის აჩქარების განსაზღვრა ბმული სისტემების რხევითი მოძრაობის შესწავლა. ეს ძირითადი დანადგარებია, რომლებითაც სხვადასხვა ექსპერიმენტია შესაძლებელი. ეს კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე არსებულ ალექსი გორგიძის სახელობის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორიაშია შესაძლებელი. აქ გვაქვს ძალიან ფართო წარმოდგენილი ხელსაწყოები, რომელსაც ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნია. კერძოდ, თეორიულ მასალას ყოველთვის უთანადებთ, ანუ შეუსაბამებთ შესაბამის პრაქტიკულ ამოცანებს, რომელიც კეთდება ამ ლაბორატორიაში წარმოდგენილი დანადგარებით. დასამუშავებლად ვიყენებთ და ვიმუშავებთ მეთოდებს, ამ პროგრამულ მეთოდებს MATCAD-ის გამოყენებით. ასევე ჩვენი სამომავლო მიზანი არის ლაბორატორიის საქმიანობაში გამოვიყენოთ ვირტუალურ რეალური ლაბორატორია, რომელზეც მუშაობთ ყოველდღიურად. ლაბორატორიამ სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან აქ თეორიული და პრაქტიკული საკითხები ერთმანეთს დაუახლოვდა. ისინი ფიქრობენ, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები მათ სწავლაში ეხმარებათ. აქ ვეცნობით ასე თუ ისე ახალ მასალებს, გავდივართ რაღაც ცდებს, ვაკეთებთ ყველაფერს ერთად, ერთმანეთს უზიარებთ ბავშვები ჩვენ აზრებს და აქედან გამომდინარე, დიდ როლს თამაშობს ის ჩვენს ცხოვრებაში. სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი დიდ ყურადღებას აქცევს ფაკულტეტის განვითარებას. დავით გურგენიძე აცხადებს, რომ თანამედროვე სასწავლო პროცესი შეუძლებელია შესაბამისი ლაბორატორიის გარეშე. ეს არის აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე აპარატურით. აქ ჩართულია როგორც ჩვენი სტუდენტობა, ასევე გამოცდილი პროფესორა, მასწავლებლები, რომლებიც კონსულტაციებს უწევენ ჩვენ ახალგაზრდობას. სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორია 2013 წლიდან არსებობს. სასწავლო დაწესებულებაში ყურადღებას სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებს უთმობენ. ჩვენ ისევ დაგიბრუნდით სტუდიაში, მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ დრო და მონაწილეობას იღებთ ჩვენს გადაცემაში და ბატონო დავით, მოდით თქვენით დავიწყოთ. როდის და ვის ინიციატივით შეიქმნა სამშენებლო ფაკულტეტზე მექანიკის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორია? თავისთავად ლაბორატორიაზე ვისაუბრებთ, მოდით რამდენიმე სიტყვით თქვათ, რატომ შეიქმნა ეს ლაბორატორია. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისათვის აუცილებელია მისი სრულყოფა და განვითარება. ეს გამოწვეულია იმით, რომ სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამებმა უნდა ფართოდ გამოიყენონ თანამედროვე როგორც მულტიმედიური, ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიები. გარდა ამისა, მოთხოვნა გახდა, რომ გადაიარაღება მოხდეს უმაღლესი სასწავლებლის ლაბორატორიების და ამ მიზნით იქმნება თანამედროვე ლაბორატორიები. თუ ჩვენ ვისაუბრებთ ტექნიკურ უნივერსიტეტზე, ჩვენ უნდა აღვნიშნოთ ერთი, რომ ბატონი არჩილის ფრანგიშვილის თაოსნობით და მხარდაჭერით ტექნიკურ უნივერსიტეტში იქმნება მრავალი ახალი ლაბორატორია. ერთ-ერთი მაგალითი არის ის, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მედია ლაბორატორია. გარდა ამისა, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ასეთივე ლაბორატორიები, ასეთივე კი არა, ანალოგიურად შეიქმნა პირველ კორპუსში დიდი ლაბორატორია, ეს არის საშემასალო და სამეცნიერო სასწავლო ექსპერტიზის ლაბორატორია. ასეთივე ლაბორატორია, თანამედროვე დონის ლაბორატორია შეიქმნა კრიმინალისტიკის სამართლის ფაკულტეტზე, ეს არის კრიმინალისტიკის ლაბორატორია და კიდევ მრავალი სხვა. ერთ-ერთი ის პირობა, რომელმაც გამოიწვია მექანიკაში ლაბორატორიის შექმნა, ეს არის, რომ თეორიული მექანიკა არის კლასიკური საგანი, სადაც აუცილებელი იყო
ორი მიმართულებით მუშაობა. ერთი იყო ეს სალექციო კურსი და მეორე იყო პრაქტიკული მეცადინეობების კურსი, მაგრამ თანამედროვე ცხოვრებაში უკვე რთულია რომ გავჩენდეთ მარტო აი ამ ორ მიმართულებაზე. აუცილებელია რომ სტუდენტს ჰქონდეს საშუალება კიდევ შეძლოს აი ესა თუ ის საკითხი განიხილოს ლაბორატორიის დახმარებით. ამის გამო ისევ და ისევ ბატონი არჩილის მხარდაჭერით და დაუსნობით 2013 წელს გადაწყდა რომ შექმნილიყო ლაბორატორია მექანიკის მიმართულებით. ეს ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიული დანადგარებით. დაახლოებით შესაძლებელია განხილული იყოს 10 სხვადასხვა ცდა. ბატონო დავით, როგორ მოხდა ამ აღჭურვილობის შეძენა? ეს ამ აღჭურვილობის შეძენა შეიძლება ითქვას კიდევ ერთი ეს ფაქტიც უნდა აღინიშნოს, რომ სხვათა შორის ეს ლაბორატორიული საშუალებები შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყო დასაწყობებული და მხოლოდ ისევ და ისევ ბატონი არჩილის მისი გადაწყვეტილებით დაიწყო ამ ლაბორატორიის შექმნა. თორედ თვითონ ეს დანადგარები იყო გარკვეული წლების განმავლობაში უბრალოდ დასაწყობებული და არავითარი დანიშნულება გარდა იმისა, რომ საწყობში იმტარებოდა და არაფერი. ბატონო დავით, ამ ლაბორატორიის ძირითადი მიზანი რა არის, რას ემსახურება? ლაბორატორიის ძირითადი მიზანი ის არის, რომ ბაკალავრებს, ვინც ჩვენთან გადიან ამ ლაბორატორიის სამუშაოს, გამოუმუშაონ ჯგუფური მუშაობის უნარი, გააცნონ თვითონ ახალი მეთოდები ლაბორატორიაში მუშაობის წესები. გარდა ამისა შეაჩერონ ბაკალავრები ეგრეთ წოდებული გონებრივი შეტევის უნარი გამოუმუშავდეს, რომ რამოდენიმე კაცმა გააერთიანოს და რაღაცა ერთი ამოცანა გადაწყვეტოს. ერთი რამიც უნდა აღინიშნოს, იცით ახლა რა კიდევ რა დანიშნულება აქვს ალბათ. ცნობილია, რომ როდესაც ადამიანი რაიმე ინფორმაციას უსმენს, 25% იმახსოვრებს ხოლმე. როდესაც არის ხედველობითი და ასე ვთქვათ, კიდევ პლუს ამ ესწავლა სმენითი ახმარა, ამ შემთხვევაში 50%-მდე ხდება ამ მასალის ათვისების. აი, როდესაც ერთვება უკვე აქ დამატებით დაუშვათ არა მარტო ლაბორატორია, არამედ მულტიმედიური საშუალებები, მაშინ უკვე 70% და 75%-მდე ხდება შეთვისება ამა თუ იმ მასალას. აი ამ თვალსაზრისით ჩვენ თუ გავყვებით ამას, არა ამ მიმართულებით, ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ლაბორატორიას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. გარდა იმისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ თეორიული მექანიკის ესა თუ ის თვითონ საგანი შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ექსპერიმენტალურ ფიზიკო-მათემატიკურ მეცნიერებებს, თვითონ მოძრაობა, რომელსაც განვიხილავთ, მოძრაობის კანონს რომელიც შეისწავლის მექანიკა, ეს გარკვეულად არის დაკავშირებული ცვლილებებთან, ხო, გადაადგილებებთან. ამით რასაკვირველია ჩვენ საშუალება გვექნება, რომ სტუდენტებმა დაინახონ ესა თუ ის საკითხი, თუ როგორ არის რეალურად, როგორ განხორციელდება რეალურად და არა მხოლოდ ამოცანის ან პრაქტიკული სამუშაოების უნარჩვევების გამომუშავება. ბატონო ზურაბ, რა სახის სამუშაოების ჩატარება არის შესაძლებელი ამჟამად ლაბორატორიაში? ამჟამად ვატარებთ 5 ცდას დინამიკაში. ეს ცდები ეხება საწყის ცნებებს ნიუტონის კანონებზე დამყარებულს, თავისუფალი ვარდნის ამოცანას სხეულისა, ხახუნის კანონების შესწავლა, კერძოდ გორვის ხახუნის შესწავლა, რხევითი პროცესები, რომელიც ძალიან საინტერესოა და სტუდენტს ეძლევა საშუალება თვითონ შეხედოს ამ პროცესს, როგორ ვითარდება და პრაქტიკულად დაინახოს რხევით პროცესებში ფიზიკური მოვლენები, რომელიც ხდება. ასევე გვაქვს დარტყმის ამოცანა, ძალიან საინტერესო, ორი სხეულის შეჯახების ამოცანა, რომელიც ძალიან ახლოს არის პრაქტიკასთან, თუმცა სასაუბროდ ადვილია და
როცა თეორიულ ცოდნასთან ერთად წარმოდგენილი იქნება შესაბამისი ცდაც და სტუდენტი დაინახავს ამ ცდის პროცესში როგორ ხდება აი ამ თითოეული პროცესის აღწერა, შემდეგ დამოუკიდებლად ის გადაწყვიტავს თეორიულ ცოდნასთან ერთად ამ პრაქტიკულ ამოცანას, მეგონი უფრო სტუდენტისთვისაც საინტერესოა ეს. ბატონო, ლაბორატორიაში არსებული ტექნიკა სტუდენტებს რა ლაბორატორიის სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობას აძლევს? აი თითქმის ვისაუბრე ამის შესახებ, ეს არის თითქმის დინამიკის ამოცანები ჯერჯერობით, თუმცა შეგვიძლია რა თქმა უნდა კინემატიკის ამოცანების გაკეთებაც, მაგრამ ეს დაკავშირებული არის ეგრეთ წოდებულ კომპიუტერულ ტექნიკასთან, რომელიც ჯერჯერობით ლაბორატორიას არ აქვს, მაგრამ უახლოეს მომავალში ექნება და ვირტუალური ტიპის ამოცანების გაკეთებაც შეგვეძლება უკვე ამ პრაქტიკულ ამოცანებთან ერთად და თეორიული ცოდნა პლუს პრაქტიკული მეცადინეობა და პლუს დამატებით ამას ლაბორატორიული სამუშაოები ამ ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ამოცანათა კლასს, რომელიც ახლა ჩამოგითვალეთ, ახლოს მიიყვანს სტუდენტს რეალურ სიტუაციასთან და დაანახებს ნამდვილად ხდება თუ არა ეს პროცესები. და სწავლების რომელი საფეხურის სტუდენტებს აქვთ ლაბორატორიის სარგებლობის შესაძლებლობა? ბაკალავრებს. მხოლოდ ბაკალავრებს, ჯერჯერობით მხოლოდ ბაკალავრებს, თუმცა განვითარების შემთხვევაში თუ კომპიუტერული ტექნიკის, ასე ვთქვათ, დროული მოწოდება მოხდება და ეს ინსტიტუტს გამოუჩნდება ამის საშუალებები, ახლა ამ წუთში, ასე ვთქვათ, ეს რთული პროცესია. დაინტერესება რამდენად დიდია სტუდენტების მხრიდან ლაბორატორიის? რო გითხრათ, საშუალოზე მაღალია, მთლად ძალიან მაღალი არ არის, მაგრამ საშუალოზე მაღალი არის. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად დაინტერესდებიან, როცა ეს კომპიუტერული ტექნიკაც ჩაერთვება მასთან ერთად ეს მიცემთ დიდ სტიმულს მიცემთ. ვნახოთ ახლა სტუდენტის დამოკიდებულება ამ ლაბორატორიის მიმართ. გიორგი, პირადად შენ რა საშუალებას გაძლევს ეს ლაბორატორია, რა სახის ცოდნა მიიღე მისგან? მან ჩვენ თეორიაზე სტუდენტები რასაც ვაკეთებთ, ის არ არის არჩევანი მხოლოდ აფაზე და სარიელი თეორია არ არის, ეს პრაქტიკული სამუშაოები ძალიან გვეხმარება და კარგი мотиваტორია იმისთვის სტუდენტისთვის, რომ უფრო მეტად განვითარდეს და უფრო მეტი სურვილი გამოიჩინოს სწავლისთვის. პირადად შენ ლაბორატორიის სამუშაო გაქვს ჩატარებული? მე მაქვს სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და ეს ატომიზმური რაც აღნიშნა, ის 5 ლაბორატორიის სამუშაო მაქვს გავლილი, რომელიც ჩვენ სამშენებლო ფაკულტეტზე ისწავლებ. როგორ ფიქრობ, რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტისთვის მსგავსი ლაბორატორიის არსებობა? ჩემი აზრით, სტუდენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რაც არის, ალბათ ისევ мотивация, იმიტომ რომ უფრო მეტად დაინტერესებულები ვიყავით ჩვენ სტუდენტები, რა თქმა უნდა სხვა საუბრებიც მნიშვნელოვანია და საინტერესო, მაგრამ თეორიული მექანიკა იყო გამორჩეული იმით, რომ ჰქონდა ლაბორატორიული სამუშაოც და უფრო სხვანაირად უყურებდით ამ საგანს, იმიტომ რომ უფრო საინტერესო იყო ჩვენთვის პრაქტიკული კონკრეტული. გიორგი, როგორ ფიქრობ, სწავლის დასრულების შემდეგ რამდენად მომზადებული გახვალ ბაზარზე? ვფიქრობ, საკმაოდ მომზადებული, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, საკმაოდ თანამედროვე ტექნიკით არის აღჭურვილი ლაბორატორია და ვფიქრობ, კარგი მომზადებული იქნება. ბატონო ზურაბ, დაარსებიდან დღემდე რა პროექტები აქვს განხორციელებული ლაბორატორიას? ძირითადად სასწავლო, მაგრამ სამეცნიერო სამუშაოებსაც ვაწარმოებთ, რა თქმა უნდა, სტუდენტების ჩართულობით, აი ბატონი გიორგი ჩართულია ამ საქმიანობაში, უკვე მესამე წელია, გიორგის მოუწია, როგორც იწყიან ამ ლაბორატორიის გახსნასთან ერთად პირველი მერცხალი იყო იმ სტუდენტებს შორის, რა თქმა უნდა, რომლებმაც გაიარეს და იმის შემდეგ სულ ჩვენ გვერდზია და პრაქტიკულ სამუშაოებსაც ვაწარმოებთ, სასწავლო სამუშაოებსაც ვამოწმებთ იმ დანადგარებსაც და ესეც ასე ვთქვათ გიორგისთვის საინტერესოა ყოველ იმის მომზადება. გარკვეულად თეორიულ ცოდნას მოითხოვს, რომ გამზადდეს ის ლაბორატორიული დანადგარი თითოეული ცდის ჩასატარებლად და ესეც ასე ვთქვათ ინტერესის სფეროა სტუდენტებისათვის საინტერესო ძალიან. გასაგებია და ბატონო დავით, როგორ ფიქრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ამ ლაბორატორიას როგორც სასწავლო კომპონენტს, როგორც სტუდენტისთვის, ასევე უნივერსიტეტისთვის? ახლა პერსპექტივაში შეიძლება ითქვას ასეთი რამ, რომ საკმაოდ
ფართოდ ინერგება თეორიულ მექანიკაში იმასთან დაკავშირებით, რომ ეს გადასულია თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებელი ეგრეთ წოდებულ საკრედიტო სისტემაზე, ხდება საგნების რაღაცნაირად შექმნა, მათი გადაცემა, მასალის შექმნა. ამასთან დაკავშირებით ფართოდ უნდა გამოუყენებული იყოს კომპიუტერული სწავლების საშუალებები ეს პირველ რიგში. კომპიუტერული სწავლების საშუალებები ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას, რომ სტუდენტმა იმუშაოს ამ მიმართულებით უფრო ფართოდ გაიმდიდროს თავისი ჰორიზონტი. მეორე მხრივ ჩვენთან ესე იგი პერსპექტივაში ამას ვფიქრობთ, რომ შეიქმნას ეგრეთ წოდებული ვირტუალური ლაბორატორია და ამ თვალსაზრისით ჩვენთან ლაბორატორიაში უკვე გარკვეული ნაბაჯებია გადადგმული, ჩვენი ლაბორანტი მაგისტრია ის ხოთაშორის უნდა აღინიშნოს, სალომონ მუხაშავრია, აი ამ მიმართულებით ჩავდეთ, რომ შექმნას გარკვეული მიიღოს გარკვეული უნარჩვევები და შექმნას ვირტუალური ლაბორატორია, სადაც უკვე სტუდენტს დისტანციურად შეიძლება ამა თუ იმ ცდის ჩატარება ვირტუალურად, ესე იგი კომპიუტერზე. უკვე ამის შემდეგ, როდესაც ის გაივლის აი ამ სამუშაოს, მას თავისუფლად ექნება უკვე უნარი იმისი, რომ ჩაატაროს რეალურ დანადგარზე ესა თუ ის და გასაგებია. შემდეგ გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანია შეიქმნას ეგრეთ წოდებული ლექციებისათვის მე ვამბობ პრაქტიკული სამუშაოების ეგრეთ წოდებული ანიმაციური ფილმებიც, რომელიც გაამდიდრებს იმ სალექციო კურსს, რომელსაც ესა თუ ის პროფესორი კითხულობს თავისი მოღვაწეობის დროს. ეს ანიმაცია დაეხმარება არა მარტო მასალის კარგად გაგებაში, არამედ თვალნათლივ დაინახავს სტუდენტი თუ ამ პროცესს როგორ აქვს რეალურად, ფიზიკურად როგორ ხდება ესა თუ ის როგორ მიმდინარეობს ესა თუ ის პროცესი. ამ თვალსაზრისით, აი ეს რაც თუ ჩვენ ჩავიფიქრეთ და გარდა ამისა თუ ფართოდ გამოვიყენებთ აი თანამედროვე კომპიუტერულ სასწავლებლების საშუალებებს, გამდიდრდება და უფრო მომზადებული შევა ეგრეთ წოდებული შრომის ბაზარზე ჩვენი კურსდამთავრებული. სხვადასხვა ერთი რამეც უნდა ითქვას, რომ პერსპექტივაში ჩვენ ვფიქრობთ და ისევ გვაქვს იმედი რექტორის ბატონ არჩილ ფრანგიშვილისა, რომ მისი დახმარებით გაიზრდება და გამდიდრდება ლაბორატორია. ამაში მე მგონია ჩვენ ხარს დაგვიჭერს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი ბატონი დავით გურგენიძე, რომელიც აი ერთი წლის განმავლობაში უკვე მრავალი რამ გააკეთეს სასეკრეტო ფაკულტეტისათვის. ერთ-ერთი უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტი აღიჭულა მაგალითად ესეთი უნიკალური ბიბლიოთეკით, რომელიც დაამშვენებდა ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელს. ეს არის ბატონი დავითის თავისნობით მოხდა ერთი წლის განმავლობაში და ბევრი რამე უნდა განხორციელდეს ეხლა. მაგრამ ერთ-ერთი ის რაც არის, იმედი გვაქვს, რომ ბატონი დავითის ხარდაჭერით და ბატონი რექტორის ხარდაჭერით ჩვენი ლაბორატორია კიდევ უფრო გაფართოვდება და უფრო ახალი თანამედროვე ლაბორატორიული სამუშაოებით და დანადგარებით აღიჭურება. ამის იმედი ნამდვილად. ბატონო დავით, ბოლოს მინდა გთხოვოთ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა რამდენიმე სიტყვით რომ შეაჯამოთ, რა სტანდარტებს აკმაყოფილებს ეს ლაბორატორია და რა სთავაზობს სტუდენტებს. ბოლოს ასე შეიძლება რომ ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და მისი მიზანია, რომ სტუდენტს და ბაკალავრს გამოუმუშაოს ისეთი უნარები და ჩვევები, რომელიც მას მისცემს საშუალებას თავისი პრაქტიკული მოღვაწეობის დროს გაეცნოს და შეისწავლოს ის ახალი გამოწვევები, რომელიც მას დახვდება თავის ცხოვრებაში. ეს არის გათვალისწინებული იმაზე, რომ ეს ჩვენ მუდამ ვსწავლობთ. ვიწყებთ და მუდამ ვსწავლობთ ჩვენს ცხოვრებაში. აი სწორედ ეს თვისებები უნდა გამოუმუშაოთ ჩვენ აი ამ ლაბორატორიაში და თეორიული მექანიკის მიზანი ესეც არის ერთი მხრივ, რომ ეს თვისებები გამოუმუშაოთ, რომ სტუდენტს შეეძლოს ყოველთვის აქ რომ მიიღებს რაღაცა საფუძველს, ყოველთვის შეეძლოს გააცნობიეროს ის რაც სწავლობს და შეეძლოს ყოველთვის რომ განავითაროს თავისი ცოდნა თავის ცხოვრებაში და მოთხოვნილი გახდეს სადაც შრომის ბაზაზე. მადლობას გიხდით, რომ გამონახეთ რა და ჩვენს გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა. ვფიქრობ, რომ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა და წარმატებებს გისურვებთ. მე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა იყო სამშენებლო ფაკულტეტზე ალექსი გორგიძის მექანიკის სასწავლო სამეცნიერო ლაბორატორია. ეს იყო გადაცემა დუბლი პირველი მომავალ შეხვედრამდე.